ყველა შესწორება, ყველა უზუსტობა, ყველა ნაკლოვანება, რაც კი შეგვხვდება კარდაკარის პროცესში, გამოვასწოროთ და აი ამ ფორმით დაზუსტებული და გაუმჯობესებული სია დავდოთ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო გარემოში ყველაზე უფრო ჯანსაღი სექტორი იქნება ამომრჩეველთა სია. ანუ ყველაზე ნაკლებად პრობლემატური იქნება ამომრჩეველთა სია. როდესაც მე ვამბობ თუს, აქ გულისხმობ ორ შესაძლებლობას, რამაც შეიძლება ეს ვერ განახორციელოს. ერთი ეს არის ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისი ფინანსების, ასე ვთქვათ, არარსებობის პირობებში ბუნებრივია ეს ვერ განხორციელდება და ეს იქნება მართლაც მიზეზი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ამ წუთისათვის საბაბიც კი არ მაქვს, რომ ამ მიმართულებით პრეტენზიები გამოვთქვა და ჩვენი კომისიის მიერ წარდგენილი საწყისი ბიუჯეტიც და ერთიანი ბიუჯეტიც სახელმწიფოს მხრიდან არის უზრუნველყოფილი, უბრალოდ მასთან დაკავშირებით ტექნიკური შეფერხებები არ უნდა მოხდეს მომავალ თვეებში და მეორე არის თუ კომისია ვერ წარმართავს ამ ყველაფერს, ანუ კარგ მენეჯმენტს ვერ განახორციელებს, ვერ მოახდენს შესაბამისი რაოდენობის ადამიანების მობილიზაციას, ვერ შექმნის კარგ მეთოდოლოგიას და რეალურად ორგანიზაციულად ვერ განახორციელებს ამას. მეორე ნაწილში ერთმნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იქნება კომისიაზე. პირველ ნაწილში პასუხისმგებლობა არის ბუნებრივია სახელმწიფოზე. ამიტომ ამ ორი თუს არარსებობის პირობებში მე შემიძლია რა თქმა უნდა პასუხისმგებლობით განვაცხადო და პასუხისმგებლობის გარეშე არც მივსულ ვარ მე ამ კომისიის ხელმძღვანელად, რომ საარჩევნო გარემოში სხვადასხვა სეგმენტთა შორის ყველაზე უფრო სანდო სეგმენტი იქნება ამომრჩეველთა ერთიანი სია. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს იქნება იდეალური სია. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ვერავინ ერთეულ უზუსტობასაც ვეღარ აღმოაჩენს მას შემდეგ, მაგრამ ეს იქნება ცადა მიწა იმასთან შედარებით, რაც იყო და რაც იქნება სიტყვაზე 1 აგვისტოს შემდეგ. რაც შეეხება უკმაყოფილებას, მინდა გითხრათ, რომ ხშირად უკმაყოფილება ეს არ ეხება ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოს ან კონკრეტულად სიას, ხშირად უკმაყოფილება უფრო სპექტაკლს ემსგავსება ხოლმე, ანუ საბაბი ხდება გარკვეული რაღაცეები უკმაყოფილებისათვის და რეალური მიზეზი არის პოლიტიკური მოტივაცია. ეხლა თუ პოლიტიკური მოტივაცია არსებობს, მაშინ არსებობს ეს გამოთქმა, რატო ქუდი არ გახურიაო და მე მიდის ასე ვთქვათ პროტესტების გამოთქმა, ხო? ეხლა როცა მინდა რომ მე რაღაცა განვახორციელო, პროტესტი განვახორციელო, მის საბაბს ყოველთვის ვიპოვნი, როგორც ასეთი. მე არ ამგონია რომ სიები ერთადერთი საბაბი გახდება უკმაყოფილების გამოთქმისა არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ პრობლემატური და საკმაოდ ისეთი მგრძნობიარე სფეროებია, როგორც გითხარით, მედიათანაბრობის საკითხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ისევ და ისევ პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე უწყებათა შორისი კომისია შეიქმნება, განხორციელდება მედია მონიტორინგი არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არამედ ყველა ელექტრონულ მედია საშუალებაზე, მაინც იქნება გარკვეული ნაკლოვანებები. ამიტომ თქმა იმისა, რომ რაღაც გარანტია დავაფიქსირო ეხლა რომ ამ მიზეზით ეგ არ მოხდება, ეს არის გამორიცხული. საერთოდ გარანტიები და აბსოლუტური შეფასებები ზოგადად არ მიყვარს მე როგორც ასეთი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საბაბს ყოველთვის იპოვნი ადამიანი, თუ გინდა რომ რაღაც განახორციელო და სიების ნაწილში თუ ვინმეს ექნება პრობლემა, ექნება მხოლოდ საბაბური პრობლემა და არა მიზეზური პრობლემა. თუ რა თქმა უნდა გითხარით რომ იმ ორმა თემამ არიჩინა თავი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ არც ფინანსური და არც მენეჯმენტური პრობლემები კომისიას არ ექნება. შესაბამისად კომისია განახორციელებს სრულ კარდაკარს და სიების დაზუსტებას მაღალი ეფექტურობით და აქედან გამომდინარე ეხლავე შემიძლია მივმართო სკეპტიკოსებს, ან ეხლავე შემიძლია მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ასე ვთქვათ პოლიტიკურად აპირებს გარკვეული ასე ვთქვათ ტემპერატურის აწევას, რომ სიებს აიღებენ თავის ორიენტირად, იმიტომ რომ ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემატური იქნება. პრობლემატური იქნება თუნდაც ერთი რამის გამო. მე ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ მე ვარ იქ და ასე შემდეგ. ეს არის მე ვიტყვი ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, სადაც ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების უნარი და უფლება არ აქვს ერთპიროვნულად, ის არის უმცირესობაში, როგორც ასეთი. რაც შეეხება კონკრეტულად რა და როგორ იქნება, ხო? აღდგომა და ხვალეო რო იტყვიან, გამოგვაჩენს ვინ როგორ იმუშავებს, ვინ რაც გააკეთებს და შედეგი რა დადგება ამ თვალსაზრისით. არა მხოლოდ მკვდარი სულების ეპოქა. მე მინდა გითხრათ, რომ მან
სიების გადამოწმებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სამი მიმართულება. მათ შორის ერთი არის მკვდარი სულები, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ. მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული მიწერები, ანუ გაურკვეველი პიროვნებები. ეს არიან საქართველოს მოქალაქეები, თავის პირადობის მოწმობით, პირადი ნომრით, მაგრამ ვერ პოულობ ამ ადამიანებს. ეს არის მიწერილი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა, რომლებიც ჩვენს მიერ უნდა იყოს ასე ვთქვათ, აღმოჩენილი და შესაბამისი რეაქცია უნდა იყოს გაკეთებული მათზე. არ ვიცი, ეს იქნება სპეციალურ უბნებში თუ უბნებზე სპეციალურ სიაში გამოყოფა მათი. და მესამე, ასევე ძალიან მსხვილი, მსუყე ნაწილი, ეს არის საზღვარგარეთ გასულების აღწერა, რომლებიც ხშირად ხდებოდა ხელისუფლებების მიერ, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, მათ შორის წინა ხელისუფლების მიერ სამანიპულაციო კარგ საშუალებად. ამას გარდა, რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, დარღვევებსაც ექნება ადგილი, მაგრამ ძირითადი სამი მიმართულება ეს არის გარდაცვლილები, მიწერილები და საზღვარგარეთ გასულები. მე ვფიქრობ, რომ კომისიამ ძირითადი აქცენტი ამ მიმართულებით უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ბოლოს თქვენს, ასე ვთქვათ, ფრაზას, რომ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა თუ კონკრეტულმა კოალიციამ დაანონსა არჩევნების შემდგომი პერიოდის დროს გარკვეული შესაძლო პერიპეტიების განვითარება დათვლასთან დაკავშირებით, დათვლა სხვა არის, სიები სხვა არის. მინდა გითხრათ. სია არის სია, რომლის მიხედვითაც სტარდება არჩევნები და მე როგორ დაითვლი, ეს არის უკვე საარჩევნო პროცედურა. იმიტომ რომ მე ვიცი დათვლის პროცესში როგორ ყალბდებოდა და როგორ შეიძლება გაყალბდეს ხმები, როგორ ლაგდება ერთი ადამიანის ხმები მეორე, ასე ვთქვათ, ნაწილში და შემდეგ ერთიანად გადის ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ბატონო? იმიტომ რომ უბანზეც მიმიღია როგორც დამკვირვებელსაც, როგორც წევრსაც მონაწილეობა და სერიოზული დავიდარება მქონია კონკრეტული ბიულეტენების გაყალბების დროს. თუ გნებავთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც მოუყევი უცხოელებს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პირდაღებული მიყურებდნენ რას ყვებაო. ეს არის, ასე ვთქვათ, ქართული ნოუ-ჰაუ სიახლე, რომელიც დათვლის პროცესში საქართველოში იქნა მოგონილი. კერძოდ, არის ბიულეტენი. ბიულეტენში არის რამოდენიმე კანდიდატი, შესაბამისი ნომრებით. წესი ითხოვს, რომ ნომერი უნდა შემოხაზო და ეს შემოხაზული ნომერი ითვლება კონკრეტული კანდიდატისათვის მიცემულ ხმად. მაგრამ ბიულეტენში თუ შემოხაზულია ორი ნომერი, ეს ბიულეტენი არის გაუქმებული. ერთზე მეტი, მოკლედ 2, 3 და ასე შემდეგ. წარმოვიდგინეთ ახლა, რომ მე ვითვლი ბიულეტენს ხმებს, ხო? და მიჭირავს ხელში ბიულეტენი. დავინახე, რომ შემოხაზულია რიცხვი. და ეს რიცხვი არ არის ჩემი კანდიდატის. ანუ არ მინდა, რომ ეს ხმა მივიდეს იმ კონკურენტ კანდიდატამდე. მირჩევნია, რომ ეს ბიულეტენი გაუქმდეს. საკმარისია კიდე ერთი ციფრი შემოხაზვა უცებ ამ ბიულეტენში და ეს ბიულეტენი გადადის უქმეებში, გაუქმებულებში, მაგრამ ახლა შემოხაზვასაც უნდა ხო მოხერხება ახლა. საწერკალამი გეჭიროს ხელში, როცა გიყურებენ და ასე ვთქვათ, ამ დროს შემოხაზვა რთულია. ამიტომ ქართული არჩევნების მამებმა თუ დედებმა მოიგონეს გაყალბების, მოიგონეს ესეთი რაღაც, რომ ფრჩხილის ქვეშ იდება პატარა ფანქარი და დათვლის დროს ამას შემოხაზა უცებ და ნუ მე გაჩვენებს, რომ ორია შემოხაზული, ერთად ხო უნდა გაუქმდეს და ეუბნები რომ უნდა გაუქმდეს და გადადის გვერდზე. და ამიტომ მას ფრჩხილ ქვეშ დამონტაჟებული საწერკალამი ეს არის ქართული სიახლე. და როდესაც ეს მე მოუყევი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა სტანდარტებზე გველაპარაკებოდნენ, ნუ ხშირად ჩამოდიან ხოლმე ექსპერტები ქვეყნებიდან, სადაც საარჩევნო კუთხით, ნუ რაღაც ჩიტები მარჯვნივ დაფრინავენ, იმდანაც მოწესრიგებულია ყველაფერი. და ეს რო უთხარ, ეს ეხდება მეთქი, ნუ ვერ გაიგო რა ენაზე ველაპარაკებოდნენ. ნუ შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემეწყვიტა საუბარი, იმიტომ რომ აქაურ რეალობებს უნდა იცნობდე. ამიტომ დათვლის პრობლემა არის ერთი პრობლემა და სიის პრობლემა არის მეორე პრობლემა. კანონი საზღვრავს, რომ ძირითადი, ასე ვთქვათ, დაზუსტება სიების უნდა მოხდეს 1 აგვისტოსათვის. თუ რატომ 1 აგვისტოსათვის, მე მგონი მარტივად მისახვედრია, იმიტომ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, არჩევნები უნდა დაინიშნოს 2 თვით ადრე. 1 ოქტომბერსაც რო უნდოდეს დაუშვათ საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა და ის საზღვრავს, ასე ვთქვათ, კონკრეტულ დღეს, 60 დღით აქეთ რომ გადმოვთვალოთ, არის 1 აგვისტო, ხო, 2 აგვისტო, უпростоრეთ. ამიტომ არჩევნების შესაძლო დანიშნვის თარიღამდე სია უნდა დადებულიყო. ამიტომ 1 აგვისტოს ეს სია დაიდება, მაგრამ 1 აგვისტოდან ვიდრე არჩევნებამდე მე-14 დღემდე შეიძლება განხორციელდეს ბუნებრივი ცვლილებები. ეს ნიშნავს, ვიღაც შესრულდეს 18 წლის, ვიღაც გარდაიცვალოს.
ვიღაც განთავისუფლდეს პატიმრობიდან, ვიღაც დააპატიმრონ თან ამ ხელისუფლებას ეს განსაკუთრებით კარგად ეხერხება. ვიღაც გავიდეს საზღვარგარეთ, ან პირიქით დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან. ეს არის ყველაფერი ბუნებრივი ცვლილება, რომელიც 1 აგვისტოდან არჩევნებამდე მე-14 დღემდე უნდა განხორციელდეს, მაგრამ ისევე უნდა განხორციელდეს ჩვენი კომისიის მიერ, როგორც ყველა დანარჩენი. მე მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, რომ ვერც ერთი სახელმწიფო ინსტანცია, ვერც CSKO, ვერც სამოქალაქო რეესტრი და ვერც კიდევ სხვა ვინმე ვერ განახორციელებს სიაში ცვლილებას გარდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისა. ნუ მაგ თქვენს კითხვაზე მე ორ ნაწილიან პასუხს გავცემთ, უნებას მოვცევ. პირველი ის, რომ რაც შეეხება ფსევდო ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნავში გაზრდილ დაფრთიანებულ პოლიტიკოსთა მხრიდან, იმ პოლიტიკოსთა მხრიდან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას, მის მოსვლას, მის ყოფნას წლების განმავლობაში მსუყეთ აფინანსებდა და მისი, ასე ვთქვათ, ფინანსური ფარი იყო, როგორც ასეთი და უზრუნველმყოფელი, ახალი მემარჯვენეების მისამართით ფსევდო ოპოზიცია დაკვალიფიცირებას უბრალოდ არ მივიღებ და საერთოდ კომენტარსაც არ გავაკეთებ, იმიტომ რომ როცა ახალი მემარჯვენეები 2003 წელს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დროს 2004 წლიდან 2008 წლამდე პრაქტიკულად მარტო პარლამენტში ებრძოდა ამ ხელისუფლებას და მის უკანონობებს დაწყებული კონსტიტუციურიდან დამთავრებული ქუჩაში ხალხის მოკვდინებით, მაშინ ეს ადამიანები არც მეტი არც ნაკლები აფინანსებდნენ სააკაშვილს როგორც ასეთი, ან მის ნავში პოლიტიკოსებად ფრთიანდებოდნენ და იხვეწებოდნენ. ამიტომ არ მივიღებ ამ არგუმენტს ელემენტარულად და რაც შეეხება ასე ვთქვათ ნდობა-არ-ნდობის საკითხს, მე ვიცი ისიც რომ გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები ამბობენ რომ ჩვენ არ ვენდობით ამ კომისიას და გვინდა განვახორციელოთ პარალელური გადამოწმება, პარალელური კარდაკარი. გუშინ გაჟღერდა მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან. მე მინდა გითხრათ, მე მხოლოდ მივესალმები ინით პარალელურ ინიციატივებს, თუ ვინმეს ექნება მცდელობა საკუთარი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით განახორციელოს სიების დაზუსტება, მე მხოლოდ მივესალმები ამ პროცესს მარტივი მიზეზის გამო. პირველი, ის რომ კონკურენცია აფხიზლებს ადამიანს და მე სტიმულს აძლევს და ამ შემთხვევაში мотивация იზრდება კომისიისათვის. მეორე, მე ვთქვი რომ აბსოლუტიზმზე ვერ გვექნება პრეტენზია ამ კომისიას და თუ რამე გამოგრჩება და ეს ადამიანები და ეს პარალელური პროცესები აღმოაჩენს ამ ნაკლოვანებებს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ჩვენ ყველა ამ წინადადებას და ღიად და საჯაროდ განვიხილავთ მათ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში ავსახავთ ბუნებრივია ყველაფერი ამას, ანუ აღმოფხვით ამ ნაკლოვანებებს. ეხლა თუ ადგილი ექნა იმას, რომ პარალელური კარდაკარი ჩატარდა, კომისიამ თხოვა რომ მოგვაწოდეთ წინადადებები და ამ ხალხმა არ მოგვაწოდა წინადადებები, შეინახა უჯრაში, იმიტომ რომ არჩევნების მეორე დღეს ააფრიალოს და ან არჩევნებამდე დისკრედიტაცია მოახდინოს კომისიის ან კონკრეტული პიროვნებებისა. ნუ უკაცრავად ისინი მიიღებენ პასუხს ძალიან ლოგიკურს და ძალიან ადეკვატურს. ამიტომ მოხარული ვარ ყველა პარალელური პროცესის, ვთხოვ ყველას რომ აღმოჩენილი ნაკლოვანებები მოგვაწოდოს და ვიძლევი გარანტიას რომ საჯაროდ იქნება ყველა ეს წინადადება განხილული, ტრანსპარენტულად იქნება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და იმ პოლიტიკური პარტიისათვის, ვინც ამას მოგვაწოდებს თუ საზოგადოებრივი ჯგუფისათვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალწინ და თქვენს თვალწინ იქნება ყველა ეს ასე ვთქვათ ნაკლოვანება განხილული და ასახული იქნება სიაში. ასე დადგება შედეგი, იმიტომ რომ შედეგს ამორჩეველთა სიასთან დაკავშირებით დააყენებს და გადაწყვეტს სწორედ ეს კომისია და ვერავისი სხვისი რაღაც პარალელური ასე ვთქვათ პროცესი. დანარჩენი ხა თუ ვინმეს რამე ან ეწყინა ან ეწყინება ამგვარი მეთოდოლოგიით თუ ამგვარი გულწრფელობით თუ ამგვარი გამჭვირვალობით სიების გადამოწმებისა, ცივი წყალი დალიოს. ეხლა მე დავლებ ცივი წყალი.
როგორი კითხვა? თქვენგან არაკორექტული? დიახ.